მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე კასანიკიძე გახლავართ და ეთერშია გადაცემა მე დიდია, რომელიც დღეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სამეცნიერო კვლევებს ეხება და განსაკუთრებით ეხება კვლევებს ადამიანის მონაწილეობით, ყოველთვის არის გარკვეული დებატების და გაუგებრობების, ასევე გარკვეული უკმაყოფილების საგანი. მაგრამ სინამდვილეში სამეცნიერო კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეცნიერების, ჩვენი დარგის განვითარებისა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. ამიტომაც დღეს სტუმრად მოვიწვიეთ სტუდიაში ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის თანახმწვანელი ქალბატონი მაია ყიფიანი და აგრეთვე ექიმი ფტიზიატრი, კლინიკური მკვლევარი ქალბატონი ლალი მიქიაშვილი და ასევე მოვიწვიეთ საქართველოს პაციენტთა კავშირის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი საღინაძე. ძალიან საინტერესო შემადგენლობა გვყავს, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად საქმიანობთ როგორც ექიმი და ასევე როგორც მკვლევარი ქალბატონი ლალი, თქვენ ორგანიზაციულ ასე ვთქვათ საკითხებს და ადმინისტრირებას უწევთ ამ ყველაფერს და ბატონი გიორგი არის სწორედ პაციენტთა თემის, მოდი ასე ვთქვათ, წარმომადგენელი, რომელთა სიკეთისთვისაც და სარგებლისთვისაც თქვენ შრომობთ და იღწვით. ჩემს დიდ პატივისცემას და სიყვარულს გიდასტურებთ, როგორც ასევე ექიმი ფტიზიატრი. მიყვარს ეს თემა, მიყვარს ეს დარგი, იცით თქვენ და ძაგს ეს საზიზღარი მიკობაქტერია, ტუბერკულოზის, რომელიც ძალიან გამძლეა, მინდა რომ ეს ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რომ უქსოვარი დროიდან ისევე ძველია ტუბერკულოზიო, როგორც კაცობრიობაო, ხო, ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა ჯერ კიდევ როდის თქვეს ნამდვილად ძალიან შეუვალი გენეტიკა აღმოაჩნდა, საკმარისია ახალი მკურნალობა დაიგეგმოს, დაინერგოს და მაშინათვე რამოდენიმე წელიწადში ჩდება გამძლე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რეზისტენტობას და ისევ ვაწყდებით უამრავ პრობლემას, როგორც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ასევე ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით და ერთადერთი გამოსავალი უკვე მე მგონი მხოლოდ ვაქცინა რჩება, რაზედაც აქტიურად მუშაობს მსოფლიო. რატომ გავაკეთე ახლა ეს შესავალი? იმიტომ რომ იმდენად რთულია ეს თემა, რომ გამოდის, რომ კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია კაცობრიობის ამ ყველაზე ვერაგი მტრის დამარცხება. შესაბამისად მიხარია, რომ ესეთი დეპარტამენტი არსებობს, საკმაოდ წარმატებული და მაიკ ორი სიტყვით მინდა რომ თქვენ გაიხსენოთ აი ამ საშინელი 90-იანის ნების კოლაფსის, ცნობილი კოლაფსის შემდეგ, თორემ მანამდე იყო ძალიან გამართული ლაბორატორიებიც, ვიმარიუმიც, ყველაფერი მახსოვს. ჩემი სტუდენტობის დროს მე ეს გარკვეულწილად კვლევებში მონაწილეობის საშუალებაში რა თქმა უნდა არ ქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის სწავლის და დაკვირვების უფლება იყო და ეს ყველაფერი მოიშალა. შემდგომში როგორ გაჩნდა იდეა, ისევ შექმნილი იყო სამეცნიერო კვლევით დეპარტამენტი თქვენს დაწესებულებაში, როგორ განხორციელდა, რითი დაიწყეთ და სათხართ ახლა ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი რო გავაკეთოთ შეიძლება. მოგესალმებით ქალბატონი ეკა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ გადაცემაში მონაწილეობა. და მივესალმები თქვენს მაყურებელს. მინდა დავიწყო იქიდან, რომ აი კოლაფსის შემდეგ ადგილი ჰქონდა მთლიანად სამეცნიერო საქმიანობის მოშლას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აი პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში და დადგა ეგრეთ წოდებული კრიზისის პერიოდი ამ მიმართულებით. არ იყო ფინანსები, არ იყო ადამიანური რესურსები და ასე შემდეგ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არც ვივარიუმები, არაფერი შესაბამისად მოიშალა ანალოგიურად პრობლემები იყო საქართველოში. იყო საკმაოდ დიდი პაუზა და სადღაც 2000-იანი წლებისთვის გამოჩნდა ნათელი წერტილი. ეს იყო მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ ემურის უნივერსიტეტიდან, რომელთაც გამოხატეს სურვილი, გაჩნდა იდეა იმისა, რომ ისევ აღდგენილიყო სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში, კერძოდ კი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. რა თქმა უნდა, ამ იდეას მოყვა განვითარება და ბატონი ჰენრი ბლუმბერგი, ემურის უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესორი, გახდათ ამ იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი, გაყვა ამ პროექტის დანერგვას და განხორციელებას საქართველოში და პირველი, ესე ვთქვათ,
პროექტი რაუნდი შედგა 2004 წელს, როდესაც შეირჩა საქართველოში კონკურსის გზით არაჩვეულებრივი 5 ახალგაზრდა და მათი სწავლების მიზნით გაგზავნა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა მოყვა ამას? მომზადდა კარგი ადამიანური რესურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელთაც უკან დაბრუნების შემდეგ უკვე დაიწყეს ამ იდეის ადგილზე განხორციელების, ესე ვთქვათ, საქმიანობა. 2004 წლის პროექტის შემდეგ, პირველი წარმატებული რაუნდის შემდეგ, ამას მოყვა კიდევ 3 წარმატებული რაუნდი და შემიძლია გითხრათ, რომ M2 საქართველოს ტუბერკულოზის სწავლების კვლევის სასწავლო პროგრამა დღეისათვის უკვე დაახლოებით 50 სტუდენტამდე ითვლის, მათ შორის არის ისეთი სტუდენტები, რომელთა სწავლება უკვე განხორციელდა ეგრეთ წოდებული სენდვიჩის პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობდა უკვე სტუდენტების განსწავლას როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი მენტორების მეთვალყურეობით ეს ბევრად უფრო ხარჯ-ეფექტური იყო და გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ბევრად მეტი ახალგაზრდა გადამზადებულიყო აი ამ პროექტის ფარგლებში და შესაბამისად მივიღეთ ის კრიტიკული მასა, რომელიც უკვე გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ გვეფიქრა დეპარტამენტის ჩამოყალიბებაზე. 2000 ანუ ჯერ ადამიანური რესურსი მომზადდა. რა თქმა უნდა. და მაყურებელმა რო გაიგოს, ჩვენ სტუდენტს უწოდებთ უბრალოდ რახან პროგრამის მსმენელი და ასე ვთქვათ, სწავლელი იყო, მაგრამ სინამდვილეში ამ სტუდენტებში გულისხმობდით უკვე ექიმებს ჩამოყალიბებულს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ამ საკადრო რესურსია საუბარი. ეს არის ზუსტად ესეთი შერჩეული, ესეთი ადამიანების ჯგუფი, ექიმები, ფარმაცევტები, ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ სურვილი, რომ ჩართული ყოფილიყვნენ ამ სასწავლო პროგრამაში და მიიღოთ თანამედროვე, დავარქვათ, ამერიკული განათლება კვლევების წარმოების, სტატისტიკის, ბიოსტატისტიკის, ეპიდემიოლოგიის კუთხით თანამედროვე მეთოდების შესახებ და შემდგომში, რა თქმა უნდა, რომ ადგილზე განეხორციელებინათ ანალოგიური კვლევები, რაც მაღალი სტანდარტის კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. 2014 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაანონსა ახალი სტრატეგია, NTB სტრატეგია, რომლის ახალი ხედვა გამოიხატა სლოგანით დავამარცხოთ ტუბერკულოზი, რაც გულისხმობდა ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილობისა და ტუბერკულოზით გამოწვეული ტვირთის ნულოვანი დონის მიღწევას, ანუ მსოფლიო თავისუფალი ტუბერკულოზისაგან. დღეისათვის, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, არ გვაქვს ის ეფექტური ვაქცინა, რომელიც შეძლებდა ტუბერკულოზის საბოლოო ელიმინაციის მიღწევას, თუმცა არის იმედისმომცემი კვლევები ამ მიმართულებით და მსოფლიო მთელი ყურადღებით ელის მოუთმენლად ამ ახალი ვაქცინების დაანონსებას და ასე ვთქვათ უკვე პოპულაციაში გამოყენებას, მაგრამ მანამდე აუცილებელი არის ახალი სადიაგნოსტიკო ტესტების, ახალი სამკურნალო წამალსაშუალებების, ასევე ახალი სამკურნალო რეჟიმების გატესტვა, რომ მოხდეს აი ამ ვერაგის სენის დამარცხება და ელიმინაციისკენ ნაბიჯის გადადგმა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაანონსა ახალი მისაღწევი, ესე ვთქვათ, თარგეტები 2025 წლისათვის, რომელიც გულისხმობს სიკვდილობის 95%-ით შემცირებას, ავადობის 90%-ით შემცირებას და ნულამდე დაყვანას ტუბერკულოზით გამოწვეული ტვირთისა მოსახლეობაში. სწორედ აი ამის შედეგად გაჩნდა იდეა, რომ ისევ აღდგენილიყო ჩვენი ცენტრის ბაზაზე სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტი და ბატონი ზაზა ავალიანის ხელმძღვანელობითა და თანადგომით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი სასიქადულო ძვირფასი კოლეგის ქალბატონი ლამარა ვაშაკიძის სახელს ატარებს. ძალიან სასიამოვნოა მისი სახელი ეწოდა. ჩვენი პედაგოგი იყო ყველას. ყველასათვის საყვარელი და არაჩვეულებრივი ქალბატონის, რომელიც ძალიან დიდი მეცნიერი, არაჩვეულებრივი ექიმი და ძალიან ღირსეული პიროვნება ჩემი თემის ხელმძღვანელი გახლდათ ასევე ერთ-ერთი და ძალიან დიდი სიამოვნება იყო მასთან ურთიერთობა გეთანხმებით. დეპარტამენტი არის თვითმყოფადი და დამოუკიდებელი
პატარა ერთეული, რომელიც გულისხმობს თავის საშტატო ერთეულში ხელმძღვანელს, ადმინისტრატორს, ფინანსისტს, იურისტს და იმ ახალგაზრდა მეცნიერ მკვლევარებს, რომლებიც აი ამ პროექტების განხორციელებით არიან დაკავებულები. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ დღეისათვის 14 მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროექტი გვაქვს და ათეულობით სადღაც 50-მდე დასრულებული პროექტი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული და ამ წარმატების ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ ის, რომ აი ამ წლების ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი ცენტრის თანამშრომლების თანაავტორობით მაღალი და საშუალო იმპაქტის მქონე ჟურნალებში 200-მდე პუბლიკაცია არის, სამეცნიერო პუბლიკაცია არის გამოქვეყნებული. ამ ჟურნალებს შორის არის შემიძლია დავასახელო ისეთი, როგორიც არის Lancet-ი, PLOS ONE-ი, New England Journal of Medicine და არაერთი სხვა ჟურნალი, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ საოცნებოა ბევრი ძალიან კოლეგისათვის კი ბატონო. დიახ. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენი ექსკურსისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მე გამუდმებით ჩართული ვარ და ვადევნებ თვალყურს თქვენს საქმიანობას, ჩემთვისაც ბევრი რამ იყო ესე დალაგებულად და თანმიმდევრულად მოყოლილი, მოსასმენი ადვილად და გასაგებად, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ჩანს ის, რასაც მოაქვს წარმატება. ეს არის სწორად დაგეგმილი პროცესი, თანმიმდევრულობა, მომზადება საკადრო რესურსის ჯერ, მერე უკვე ინფრასტრუქტურის მოწყობაში თანადგომა და ამ გამართული ინფრასტრუქტურის საფუძველზე უკვე იმ კვლევების დანერგვა, რომელიც ფაქტობრივად ჭირდება ქვეყანას, ხალხს. ანუ ეს არ არის კვლევები კვლევებისთვის, კვლევები მეცნიერების განვითარებისთვის, მხოლოდ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს არის კვლევები იმისათვის, რომ ნამდვილად დიაგნოსტიკის თუ სკრინინგის თუ გამოვლენის მეთოდები დაიხვეწოს, დამტკიცებულებებზე იყოს დაფუძნებული, იმისთვის რომ კურნალობის რეჟიმები დაიხვეწოს თუ ასე ვთქვათ, თანხლების დაავადების გვერდითი მოვლენების მართვა და ასევე კურნალობის შემდგომი გარკვეული პრობლემების აცილება მოხდეს ან მათი სწორი მართვა და ამიტომაც ახლა კლინიცის ქალბატონ ლალის და ასევე კვლევარს ვთქვი აი ამის ინტეგრაცია გაგვიკეთოს ჩემზე გაცილებით უკეთესად მოყვება რა კავშირი აქვს უშუალოდ კლინიკურ საქმიანობასთან სამეცნიერო საქმიანობას და რამდენად ამ კვლევების შედეგები არის სასარგებლო ჩვენი პაციენტებისათვის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დიდი პატივი აკროფნა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც არიმართება ჩვენს ცენტრში, უშუალოდ აქვს ამას პრაქტიკული გამოხატულება. როგორც მაიამ თქვა, ჩვენი ცენტრი უკვე განებივრებული არის სამეცნიერო და კლინიკური კადრებით, ისე რომ უკვე ჩვენს ცენტრს აქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ცენტრის ბაზაზე ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული კლინიკური კვლევები. და სიხარულით მინდა ასევე აღნიშნო ის, რომ პრაქტიკულად ჩვენი ცენტრის როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული ნაწილის სამედიცინო პერსონალი სრულად არის ჩართული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და ყველას აქვს თითქმის როგორც ობსერვაციული, ასევე კლინიკური კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება. მე უშუალოდ გახდით ორი კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი, რასაც მოკლედ მოგახსენებთ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც, ვინაიდან ამ ორივე კვლევას ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ხელშესახები შედეგები დაიდო. ეს ორივე საერთაშორისო კლინიკური კვლევა დაფინანსებული იყო ტუბერკულოზის გლობალური ალიანსის მიერ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციას ტუბერკულოზის ყველა ფორმის მარტივი, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების შექმნაში.
პირველი კვლევა და რა მინდოდა მდგომარეობად. მე მცირე ისტორია თქვა ჯერ. ისე 2008 წლიდან. ხო. კარგი. როგორც თუ გინდა არ გინდა, თუ გინდა არ გინდა. ეს ორივე ტიპის კვლევა ჩატარდა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. რეზისტენტული ტუბერკულოზი, ანუ წამალგამძლე ტუბერკულოზი, ეს გულისხმობს იმას, რომ პირველი არჩევა ის პრეპარატები, ჩვენ ვეძახით პირველი რიგის პრეპარატები, ანუ რაც ყველაზე ეფექტური არის, როდესაც ამ მედიკამენტების მიმართ არის გამძლე შტამით ინფიცირებული პაციენტი, მისი მკურნალობა რასაკვირველი არის ამ მედიკამენტებით აზრს კარგავს და ესაჭიროება ეგრეთ წოდებული მეორე რიგის მედიკამენტები, ანუ მეორე არჩევის პრეპარატები. ამისი საშუალება ჩვენს ქვეყანაში არ იყო 2008 წლამდე. 2008 წელს დაიწყო მკურნალობა მეორე რიგის მედიკამენტებით, რომელიც რა თქმა უნდა გარდატეხა იყო და ხსნა იყო ბევრი პაციენტისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს მკურნალობა იყო ძალიან ხანგრძლივი, გრძელდებოდა 2 წელი, ზოგჯერ მეტიც. მოიცავდა ძალიან ბევრ მედიკამენტს, იყო 5-6 კომპონენტიანი სქემები. პაციენტს უწევდა ძალიან ბევრი მედიკამენტის მიღება 16 ზოგჯერ მეტი აბიც და აუცილებლად ჩართული იყო საინექციო მედიკამენტიც. მოგეხსენებათ კარგად ამინოგლიკოზიდების მაღალი ტოქსიურობა, როგორი ოტოტოქსიურობით, ნეფროტოქსიურობით გამოირჩევა და ეს საინექციო მედიკამენტი უნდა მიიღო პაციენტს მინიმუმ 8 თვე, 10 ხან 12 თვეც გააჩნია პაციენტის საჭიროებას. და გვერდითი მოვლენებიც ახლა და ხშირად წვეტის მიზეზიც იყო ძალიან ტოქსიური მკურნალობა, რომელიც მე გიორგი საუბრობს დამყოლობა მკურნალობაზე იყო ძალიან გაძნელებული, რაც ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ პაციენტის ბრალი იყო, აი ობიექტურად იმდენად ძნელად ასატანი მკურნალობა იყო, რომ ამბობდა რომ აი მესმის მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, მაგრამ აი ფიზიკურად აღარ შემიძლია. რა თქმა უნდა, მთელი ტუბერკულოზში მომხრე სპეციალისტები ცდილობდნენ რომ მიდიოდა ინტენსიური მუშაობა ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნისთვის და მართლაც შემოვიდა 3 ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტი, ეს არის ბედაქვილინი, დელამანიდი და ბოლოს პრეტომანიდი შემოგვემატა. ამასთანავე ახალმიზნობრივი პრეპარატები, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანტიბიოტიკი, რომელიც სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ დამატებით ანტიტუბერკულოზური აქტივობაც. დამატ ეძახით ახალმიზნობრივს და არა უშუალოდ მხოლოდ ტუბერკულოზისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს. ანუ ამათი ერთობლიობით 2014 წლიდან ჯერ მზრუნველობითი თერაპიის ბარგლებში დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ექიმების საზღვრებს გარეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით დაიწყო საქართველოში და შემდეგ უკვე პროგრამულად საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნულმა პროგრამამ უკვე შეძლო თვითონ ამ მედიკამენტების შეძენა და სროფასოვნად წარმართა ამ პროცესის. თუმცა პირველ პერიოდში ამითი მკურნალობის ხანგრძლივობა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ეფექტურობა. თუ ადრე ამტანობაც ალბათ ამტანობაც ბევრად გაუმჯობესდა, დიახ, მადლობთ, ამტანობაც ბევრად გაუმჯობესდა, უსაფრთხოება ამტანობა და რაც ეფექტურობა ბევრად მნიშვნელოვნად უკეთესი იყო. გარდა იმისა, რომ გამძლეობა იყო პირველი არჩევის მედიკამენტებზე, რაც თქვი, ამას უწოდებთ თქვათ მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზს, გაჩნდა ასევე გამძლეობა მეორე რიგის მედიკამენტებზეც. რაც არის უკვე გავრცობილი ექსტენსიური ფორმები, პრეექსტენსიური ფორმები, მოკლედ ამათი მკურნალობა განსაკუთრებით გართულებული იყო და ბევრჯერ უშედეგოდა სავალალო შედეგით. აი ესეთი ხასიათის არის ეს მიკობაქტერია, ესეთი ძალიან როგორც ზუსტად რაც აღნიშნეთ, რომ აი შემოვა ახალი წამალი, მე იმაზე ივითარებს კიდევ მუტაციას და მასე შემდეგ ნამდვილად სულ ვამბობ,
ტუბერკულოზის მიკობაქტერიასთან ბრძოლა არის დაუსრულებელი ღმერთმოქმედს, როგორც მაიამ აღნიშნა, რომ ნულოვანი ტუბერკულოზი იყოს, მაგრამ ეს ისეთი ბაქტერიები, რომ აი სრულად ამშვიდების საშუალება არ უნდა ქონდეს, სიფხიზლე მაინც ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული. და რა მინდა ვთქვა, მოკლედ მახლა სამკურნალო წამლოს საშუალებებით როგორც გითხარით, გაიზარდა მკვეთრად მკურნალობის ეფექტურობა, თუ ვთქვათ, ძალიან მაღალი რეზისტენტობის მქონე პაციენტებში, ეგრეთ წოდებული XDR-ის დროს, სადღაც 20-21%-დან იწყებოდა წარმატებული გამოსავალი, რაც კარგად იცით, ზოგჯერ სპონტანური განკურნების პროცენტს უტოლდება პრაქტიკულად და არ აღემატებოდა 50%-ს. რამდენად ვალიდურია, ამიტომ ცოტა საეჭვოა. ის მონაცემები. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე და ახალმა წამლებმა ბევრად გაუმჯობესა. რა მინდა ვთქვა, ეხლა სამკურნალო რეჟიმების შემოკლევისთვის და გამარტივებისთვის, როგორც აღნიშნეთ, ტუბერკულოზის გლობალური ალიანსის მიერ იქნა დაფინანსებული 2 კლინიკური კვლევა ჩვენი ცენტრის ბაზაზე. პირველი კვლევა ეს არის ZENIX-TB, რომელიც შედგებოდა 3 კომპონენტიანი რეჟიმისგან. ეს არის მოკლევადიანი. ეს არის ბეტაქვილინი, პრეტომანიდი და ლინეზოლიდი. ეს 3 კომპონენტიანი სქემა, რომლის მკურნალობის ხანგრძლივობა იყო 6 თვე, წარმოიდგინეთ 24 თვიდან 6 თვეზე შემცირება, რაც სენსიტიური, ანუ მგრძნობია რეფორმების დროს იყო იგივე ხანგრძლივობაზე ჩამოსვლა. და თან 3 მედიკამენტით, რომელიც უფრო მცირე იყო, ვიდრე პირველი რიგის მედიკამენტები, 4 კომპონენტიანი სქემა არის. თვითონ ZENIX-ის კვლევას წინ უძღოდა NIX-TB, რომელმაც ის 3 კომპონენტიანი რეჟიმის ეფექტურობა დაადასტურა, თუმცა გამოვლინდა ლინეზოლიდის მიერი ტოქსიურობა. პრაქტიკულად ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნა ამის გამო და იგეგმა სწორედ აღნიშნული კვლევა, რათა ლინეზოლიდის ისეთი ოპტიმალური დოზა და მკურნალობის ვადები შეგვემუშავებია, რომ იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება და მინიმალური ბატონო. ჩატარდა მსოფლიოს 4 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ჩვენი ცენტრის ბაზაზე. სერიოზულია თუნდაც ეს ფაქტი. სულ 191 პაციენტი ჩაერთო მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 34 პაციენტი საქართველოში. და ჩვენი კლინიკური კვლევის შედეგად გამოვავლინეთ, რომ განახევრებული დოზით ლინეზოლიდის მიღება, ანუ 1200 მილიგრამი იყო სტანდარტული დოზა და მისი განახევრებული დოზა 600 მილიგრამი 6 თვის მანძილზე, აი ამითი შემცველი სქემა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. და მკურნალობის ეფექტურობა მეკითხარით, როგორი დაბალი ციფრები იყო ადრე და ავიდა 91%-ზე აი ამ ჯგუფში. კვლევის შედეგები იყო იმდენად სერიოზული და გამყარებული, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით, რომ ამ კვლევის შედეგები მალევე იქნა აღიარებული ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს FDA-ის მიერ, ასევე ევროპის წამლის სააგენტოს მიერ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ანუ სქემა დადასტურდა. სქემა დადასტურდა, დიახ, მაგ აქედან დავიწყეთ საუბარი, რომ სწორედ ამ კვლევას ჰქონდა ძალიან მაღალი კლინიკური მნიშვნელობა და პრაქტიკული მნიშვნელობა. ეს სქემები შეტანილი იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინში და პაციენტები, რომელთაც აქვთ გამძლეობა რიმფამპიცინისა და ფთორქინოლონების მიმართ, ამ პაციენტებისთვის პირველი არჩევის რეჟიმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის სწორედ ბეტაქვილინ, პრეტომანიდ, ლინეზოლიდიანის სქემა. კრიცოდებული ბიბალი. საქართველოს წვლილი ამაში მნიშვნელოვანია. ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგულ ჟურნალში New England Journal of Medicine-ში 2022 წელს არის ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი სტატია და როგორც თქვა იქონია ძალიან დიდი გავლენა. ამ სამკომპონენტიანი სქემის ერთ-ერთი შემადგენელი მედიკამენტი პრეტომანიდი უშუალოდ ტუბერკულოზის გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი ეს მედიკამენტი და არსებობდა გარკვეული შეკითხვები, რამდენად ინტერესთა კონფლიქტი ხო არ იყო, ხო მართალია? შეკითხვები არსებობდა ექსპერიმენტული ფაზიდან, რომ ხომ არ ახდენს ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ხომ არ ახდენდა პრეტომანიდი გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. და ამის გამო დაიგეგმა და ჩატარდა ჩვენი გასაგებია ახალი მეტი სიფრთხილე კიდევ მეტი სიფრთხილე საუბრებით გეწოდებული სემესტადი რაც გულისხმობდა ესეც არის მულტიცენტრული კვლევა რამოდენიმე საიტზე ჩატარდა მსოფლიოში მათ შორის საქართველოში ჩვენი ცენტრის ბაზაზე და ეს კვლევა ხელა მასშტაბის არ იყო ჩვენიდან 8 რეზისტენტული ტუბერკულოზით ავადებული მამაკაცი იყო ჩართული და აღნიშნულმა კვლევამ საბოლოოდ გამორიცხა ყოველგვარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა პირიქით, ჩვენ და სასიხარულოდ გამოვლინდა, რომ პრეტომანიდის შემცველი სქემით მკურნალობისას გაუმჯობესდა სპერმატოგენეზი და ასევე ჰორმონალური ფუნქციები. შესაბამისად ეს კვლევის შედეგები მოხსენდა საერთაშორისო კონფერენციებზე, ჰქონდა ძალიან დიდი რეზონანსი და პრაქტიკული შედეგი, რაც ამან გამოიყო, არის ის, რომ გაახალგაზრდავდა ბიპალის რეჟიმის გამოყენების ასაკი. უკვე 14 წლიდან, რადგან უსაფრთხოება დადასტურდა, 14 წლიდან უკვე შესაძლებელი არის ამ სქემების დანიშვნა. კაპიტონალი, ძალიან დიდი მადლობა ესეთი დაწვრილებითი დეტალური ანალიზისთვის. ცოტა რთულია მესმის გასაგებად ეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ახლა ჩვენი კოლეგები მიხვდებიან, რაზეც საუბრობდით, მაგრამ ახლა ზუსტად გიორგის მინდა ამასთან დაკავშირებით მივცე სიტყვა. აი სწორედ იმიტომ, რომ კლინიკური კვლევები თვითონ ექიმებისთვის არის, მედპერსონალისთვის არის თუ სპეციალურად არ არიან აი ესე გადამზადებულები, ხშირად რთული აღსაქმელად და გასაგებად. და წარმოვიდგინოთ, ახლა რამდენად რთულია ეს აუხსნა პაციენტს, რომელიც უნდა ჩართო ამ კვლევაში. მე მინდა გიორგი შენ გაგვიზიარო ჩვენი მოსაზრება. თვითონ პაციენტი რას გრძნობს, როგორ ერთვება კვლევაში, რატო ერთვება კვლევაში, როცა ესეთ სიტუაცია გასაგებია, ხო, სხვა არაფერი გზა არ აქვს და ბუნებრივია მისთვის ეს ერთადერთი დარჩენილი ყველაფერზე რეზისტენტულია და ამ დროს ახალი. ფაქტობრივად ეს მისთვის შანსია გადარჩეს. და ამ თვალსაზრისით შეიძლება ასეთი კატეგორიის პაციენტები რატო ერთვებიან ასეთ კვლევებში გარკვეულწილად ახსნადი იყოს. მაგრამ დამოკიდებულება ზოგადად კვლევების მიმართ ვიცით როგორიც არის, ხო, რომ აი ეს ექსპერიმენტია, მე მიყენებენ, მე ხომ ბაჭი არა ვარ და ამ შემდეგ მაშინ როდესაც ბაჭიებზე და ცხოველებზე პრეკლინიკური კვლევები ტარდება და არაკლინიკური და სამწუხაროდ ბევრი რამ არ იცის უბრალოდ მოსახლეობა. ეს გასაგებია. მაგრამ აი ეხლა რაც ბრძანა ქალბატონმა ლალიმ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ გაჩნდა სადღაცა თუ არა ეჭვი რომ ეს რაღაცას ამას კი შველის მაგრამ იმას უნებს და ასე შემდეგ ამასაც კი ამოწმებს ანუ თვითონ არის წამლის მწარმოებელი დაინტერესებული და რა თქმა უნდა სამეცნიერო პერსონალი რომ რამე არ გაეპაროს და არ მოხდეს ისე რომ სარგებელს ზიანი აჭარბებდეს მაგრამ ამ ყველაფერს ხო ახსნა უნდა აი ეს მინდა რომ თქვენ გაგვიმხილოთ როგორც პაციენტი რა შეიძლება ადამიანი გრძნობდეს როცა მას კვლევაში ჩართვას თავაზობენ და თქვენი ორგანიზაცია პაციენტთა კავშირი და განსაკუთრებით აი ამ მრჩეველთა საბჭო ეგრეთ წოდებული ქები რა საქმიანობას ეწევდა როგორ გაჩნდა ზოგადად ეს იდეა რომ პაციენტები გაჩენილიყვნენ ექიმებსა და მეცნიერებს შორის პაციენტებსა და ექიმებს მკვლევარებს შორის კი ბატონო მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყებ ცოტა შორიდან ტუბერკულოზის
მკურნალობა არ არის მხოლოდ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა და ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა, მით უმეტეს ის ადამიანები, რომლებმაც ეს დაავადება უკვე დაამარცხა და აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ეს იცოდნენ ძალიან ჭკვიანმა ადამიანებმაც და პირველად როცა გაჩნდა იდეა შექმნილიყო საზოგადოების მრჩეველთა საბჭო, იგივე Cap Georgia, ეს იყო ინოვაცია და არც ერთ სხვა მიმართულებაში მსგავსი ორგანო არ არსებობდა. ამ პილოტმა იმდენად კარგად და წარმატებით იმუშავა, პაციენტებთან ურთიერთობაც კომფორტული გახდა, პაციენტებსაც ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ, რასაც უშუალოდ ექიმებს ვერ უსმევდნენ, მაგრამ ჩვენთან იხსნებოდნენ და ამ წარმატების შემდეგ დღესაც აქტიურად და წარმატებით გრძელდება მსგავსი მიმართულება. რას ვაკეთებთ ჩვენ და რაში ვუყურებ მე პირადად, როგორც ყოფილი პაციენტი და ასევე პაციენტის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩვენს სარგებელს. Თქვენს ექიმებმა რომ ეს არის ძალიან რთული პროცესი, მე მახსოვს რომ როცა ვიმკურნალე 2018 წელს ზუსტად იმ პროგრამაში ვიყავი და იმ კვლევაში ბედაქილინის კვლევაში მონაწილეობდი და ეს იყო ჩემთვის მართლა გამოსავალი, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გრძელდებოდა ჩემი პროცესი. რამდენიმე ექიმი მოვიარეს ორი დიაგნოზის დასამტკიცებლად, ზუსტად მუჭებით, ყოველ დღე ინექციით, გადასხმებით და ურთულესი პროცესი. არ ვიცი, აი ეს იყო იმდენად რთული, ყველაფერს აკეთებდა და ოჯახის წევრიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ექთანი, სანიტარი, ყველა ძალიან კარგი დამოკიდებულებით იყო და ეს გეხმარება მაგროს პაციენტს, მაგრამ რაღაცა სხვაც გჭირდება. თან ამ წამლებს ის კარგი თუ ცუდი ვერ არ ვიცი რა დავარქვა, ის თვისება აქვს, რომ მკურნალობის დაწყებიდან 2 თვეში პაციენტს ეხსნება აბსოლუტურად ყველაფერი და თავს გრძნობს ძალიან კარგად და შენ მაგროს როცა იცი რომ ეს 24 თვე უნდა გააგრძელო ეს მედიკამენტების მიღება და თან აქვს როგორი გვერდითი მოვლენები, იცით, აი ძალიან რთულად და ცუდად მახსენდება მე პირადად ეგ პერიოდი. ყველაფერი შეცვალა და გამოიწვია ჩემში და ექიმთან ურთიერთობაც არ მინდოდა, იმიტომ რომ ვერ ვამბობდი რა მჭირდა, რა მემართებოდა. იქ ფსიქოლოგიც ყავს შენ მაგძროს, რომელიც გეხმარება რჩევებს გაძლევს, ექიმი გიხსნის, რომ ეს ყველაფერი დროებითია და გაივლის, მაგრამ მაინც რაღაცა ასატანად მაინც ხო, ძალიან რთულია და ამ დროს ჩემთან ურთიერთობაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ წარმოადგენენ ორგანიზაცია საქართველოს პაციენტთა კავშირს და ეს ორგანიზაცია აერთიანებს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ასევე ახლანდელ მკურნალობაში მყოფ პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს და მათ ზუსტად იციან ჩემი პრობლემები, რა მჭირს, რა მჭირდება და ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენი საუბრის დროს იმდენად კარგად და დადებითად იმოქმედეს ჩემზე, რომ ისინი იყვნენ ძალიან დიდი მოტივატორები. მე მინდა ხაზი გავუსვა და კიდევ ერთხელ ეთერით ვისარგებლო, მადლობა უთხრა ყველა იმ ექიმს, ვინც ჩემს დღევანდელ მდგომარეობაში ჩართული იყო, რომ მე დღეს კარგად ყოფილიყავი, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში და ეს ადამიანები დღეს არიან ერთგვარი ხიდი ჯანდაცვის სისტემებსა და პაციენტებს შორის, იმიტომ რომ ექიმის ნათქვამს, ექიმის გაკეთებას მაინც გადმოთარგმნა სჭირდება ჩვეულებრივ პაციენტის ენაზე და შენ რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას როცა გაქვს ის გამოცდილება როგორია ტუბერკულოზთან მკურნალობა და თან ჩართული ხარ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად უკვე სამეცნიერო და სამკურნალო პროცესში და გაქვს ეს დამატებითი ინფორმაციები, ავსებს ეს ყველაფერი ისე რომ პაციენტი ძალიან უკომფორტულდება შენთან ურთიერთობა და უკვე შეუძლია ნებისმიერი სახის კითხვა დაგისვას, რასაც მაგალითად ვერ ეტყოდა ექიმს და ეს იწვევდა მე უკვე მის სოციალურ ჩაკეტილობას, თავისთავად დამალვას კი ბატონო და გარდა იმისა, რომ რაღაც ხიდს წარმოვადგენთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, თუნდაც იმით, რომ კი ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, გამარტივდა, საერთოდ შედარება არ არის მკურნალობის პროცესს შორის. 2020 წელი რო ავიღოთ და დღევანდელი მაგალითი იმდენად გამარტივებულია, მაგრამ არის ძალიან დიდი სტიგმა, რაც ხელს უშლის დაავადების როგორც დადებით გამოსავალს, ასევე პაციენტის ექიმთან მისვლას. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა განსაკუთრებით რეგიონებში, როცა ეს ადამიანები მალავდნენ თავიანთ დიაგნოზს, იმიტომ რომ არ გაიგო მეზობელს და არ გავრცელებულიყო და ეს შესაბამისად ძალიან
რთულ პროცესებს იწვევდა და ჩვენ დღეს სხვადასხვა სოციალური კამპანიით, საინფორმაციო კამპანიით ვცდილობთ, რომ მოსახლეობამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია და აღარ იყოს ის მცდარი შეხედულებები, რაც იყო მაგალითად ჩემი მშობლების თაობაში, რომ ტუბერკულოზი იყო სირცხვილი, საშიში და ეგეთ ადამიანთან არა პირიქით, განა ეგეთ ადამიანთან არ უნდა იურთიერთო, პირიქით მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყო და მე მინდა თქვენს მაყურებელს უთხრა, რომ არ არის სირცხვილი საერთოდ ტუბერკულოზზე ლაპარაკი, ეს არის ისეთი რაღაც, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მით უმეტეს ლატენტური ფორმა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილშია და დამოკიდებულია იმუნიტეტის. ჰაერით ვრცელდება გატამდები დაავადება ჩაოლებს. კი ბატონო, და პირიქით ამ ადამიანებს მხარდაჭერა სჭირდებათ საზოგადოებისგან, მეტი სოციალიზაცია სჭირდებათ და ის ყველაფერი, რაც იმ მომენტში თავს ახვევია პაციენტებს, დროებითია და გაივლის და ასევე პაციენტებს მიმართავ, რომ ზუსტად ვიცი, რასაც გრძნობენ, რასაც განიციან, ძალიან რთულია, კარგი 6 თვიანია დღეს უკურნალობა, ხო, მაგრამ ეს 6 თვეც ძალიან რთულია რა. კი, მართლა ძალიან რთულია და მინდა ყველას უთხრა. მაგრამ თქვენ რო უყვებით, რომ თქვენ დროს ასე იყო და თქვენ მაგრამ მეც მაგას მიყვებოდი, რომ აი ჩვენ დროს უფრო რთული იყო და მაგრამ ეხმარებათ ეს, ხო. აი ყველაფერი კარგად იქნება, მინდა პაციენტებს უთხრა, თქვენ ისეთი კოლექტივის ხელში ხართ და იმდენად განვითარებულია დღეს ამ დაავადების მკურნალობა და სახელმწიფოშიც ისეთი კარგია ეს სერვისი. დამოკიდებულებაც არის სწორი კი ბატონო სახელმწიფოს. ეს გვერდითი მოვლენებიც ძალიან მალე გაქრება და ყველაფერი იქნება კარგად. გიორგი, რა მინდა იცით კითხოთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ამაზე გავაკეთოთ. მე არ მინდა გაგახსენოთ ის ცუდი პერიოდი საკმარისად თქვით თქვენ და გამგები გაიგებდა რომ აი ძალიან სუიციდალური ფიქრებიც კი აქვს ადამიანებს, იმდენად რთული ასატანი იყო ეს და სწორედ აი ამ კვლევაში ჩართვამ და მოკლევადიანმა შედარებით რეჟიმებმა შეიძლება გააჩინა ზუსტად ის იმედი და ამიტომაც დაასრულეთ და ასე ვთქვათ მიიღეთ ის შედეგი, რაც მიიღეთ და ნამდვილად გილოცავთ იმას და მიხარია რომ მე უკვე არ შეეშვით ამას. იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც გახსენებაც არ უნდათ იმ პერიოდის და როდესაც ჩვენ ვთხოვთ რომ ჩაერთონ საქართველოს პაციენტთა კავშირის ამ ტუბერკულოზის ჯგუფში და იმუშავენ ტოპ პაციენტებთან და შემდეგ არის გარკვეული კატეგორია, რომელიც ამაზე კატეგორიულად უარს ამბობს. არა, იმიტომ რომ ეშინია რომ ისევ არ გადაედოს, თუმცა ესეც არის, იმიტომ რომ იციან რომ შეიძლება ახალი შტამით ისევ დასნებობდეს. მაგრამ არის ის რომ აღარ უნდათ იმ პერიოდის გახსენება. აი მე მაინტერესებს აი ეს ბიჭები არ მავიწყდება მე ის დრო როცა 2008 წელს პირველად მოვიდნენ ჩვენთან ცენტრში და თქვენს რომ აი ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამას, მაინც დავდივართ, მაინც ვეხმარები და ხომ არ შევქმნათ ორგანიზაცია. ამ დროს მომწიფებული იყო სწორედ კვლევის შედეგებიც რომ აუცილებელია სამოქალაქო სექტორის ეხლა კი ცოტა და განსხვავებული დამოკიდებულება ამ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, მაგრამ ნამდვილად ეს იყო აი ესე ქვემოდან წამოსული სურვილი, რომ შექმნილიყო ორგანიზაცია ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერისთვის კი არა მარტო, სწორედ რომ განსწავლისთვის და აი ამ კვლევის შედეგების სწორად მიწოდებისთვის. აი ისინი ვინც უარი არ თქვით და ჩაერთეთ. და მე დაგემატათ კიდევ არა მარტო, ну მაშინ ერთ-ერთ სხვა შორის ბიჭები იყვნენ უფრო და მე უკვე შეივსო ეს ექთნებიც ეგრეთ წოდებული დიოთი ექთნებიც ჩაერთნენ პაციენტის ოჯახის წევრებიც როგორც გიორგი მაგნიშნა. რატომ მოხდა ეს? აი რა არის თქვენი мотиваცია და როგორ ახერხებთ დაარწმუნოთ პაციენტი რომ კვლევაში ჩართვა მისთვის არის მნიშვნელოვანი. რა სარგებელს იღებს კვლევიდან? აი ეს მინდა რომ კონკრეტულად დავალაგოთ. мотиваცია იყო ის, რომ ჩვენ მკურნალობის პროცესში არ შეგვეძლო თავისუფლად ველაპარაკოთ ჩვენს პრობლემაზე და გვინდოდა რომ სხვა ადამიანებისთვის ეს ყველაფერი ყოფილიყო შემსუბუქებული. გარდა ამისა, პირადად ანუ რაღაც გარკვეული ხარვეზები და პრობლემები რაც იყო, ეს გინდოდათ რომ გამოსწორებულიყო. კი, აი რაც ჩვენ ნახეთ რომ რაღაც შეიძლება უკეთესად ყოფილიყო თუ თუნდაც ოდნავი წვილი მაინც შეგვიძლია ჩვენ შევიტანოთ. ეგ იყო ალბათ თავიდან мотиваცია. ამას დავამატებ იმას, რომ მოკლედ როცა მითხრეს ჩემი მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და შემომთავაზეს ეს ალტერნატივა, რომ დღეს კვლევის ბოლო ფაზაშია მედიკამენტები, რომლებიც არ ვიცით რა შედეგით დასრულდება მათი მკურნალობა, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ერთადერთი გამოსავალი თქვენ შემთხვევაში.
გაცნობილებულიც არ მქონდა მდგომარეობა, ისე დავთანხმდი, მაგრამ ძალიან მალე 2-3 დღის მერე ალბათ მედიკამენტების მიღებისას უკვე ვიგრძენი, რომ ჭამაც შემეძლო, არა და მანამდე ვიყავი, როგორ იცით, დედაჩემი უკნიდან წამომაჯენდა და მამაჩემი მაჭმევდა, ანუ არ შემეძლო დამოუკიდებლად ჭამაც და მაგასაც ვერ ვირგებდი და ამ კვლევაში ჩართვიდან უკვე იმდენად კარგად ვიგრძენი თავი, რომ ეგ მართლა გამოსავალი იყო ჩემ შემთხვევაში. გარდა ამისა, როცა კვლევაში ჩართული ხარ, იმდენ მონიტორინგს იღებ ყოველთვიურად ჩემს ორგანიზმზე, იმდენ კვლევაში უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. ისმენა, თვალი, აბსოლუტურად ყველაფერი გიმოწმდება მთელი მკურნალობის განმავლობაში და ფინანსური და დროითი საშუალება ისე არ არსებობდა. კი, თან გვერდითი მოვლენების მართვაშიც ძალიან გეხმარებიან ამ დროს და ბევრი ისეთი ბენეფიტი აქვს კვლევაში ჩართვასთან, ეს არ არის ხო რაღაცა კვლევა ძალიან ცუდად ჟღერს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, როგორც თქვენ თქვით, მაგრამ ამან გაიარა ძალიან ბევრი ფაზა, ძალიან დიდი დრო და დაიხარჯა ძალიან ბევრი როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი, რომ ის დღეს ამ ფორმით აქამდე მოსულიყო და ამ დროს უბრალოდ როცა ჩვენ მივდივართ ექიმთან და ვენდობით რაღაცის დროს, ეგეთი შემთხვევაა, როცა უნდა ვენდოთ მით უმეტეს არც ერთი პერსონალი დღეს არ აკლებს ინფორმაციას და ყველა გეუბნება წინასწარ რა სარგებელს გაძლევს კვლევა, რას გთავაზობს და რა ბენეფიტები გექნება სამომავლოდ. მე ნამდვილად მინდა ძალიან ემოციური იყო ჩემცაც ბოდიშს, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით მყავდა ესეთი პაციენტები ნანახი, როცა იქ მუშაობდი ექიმად და მე უკვე მეც თანამკვლევარად და ძალიან რთული იყო ამ ხალხთან ურთიერთობა, აი მაშინ დ-ვიტამინის კვლევაში, როცა გვიწევდა საუბარი, ეს კვლევას ერთ-ერთი კომპონენტი იყო, უნდა გამოგეკითხა რა მიირთვეს საბოლოო 3 დღის მანძილზე. რომ გაგვეგო დ-ვიტამინის შემცველობა, კალციუმის შემცველობა და მიკრო და მაკრო ელემენტები მოკლედ. და ხანდახან იცით რა, მართლა ვერ ვიკავებდი ემოციას, მოდიოდა ხალხი, რომელსაც საერთოდ ნაჭამიც არ ქონდა ის ბოლო 3 დღის გარდა, ალბათ პურის დაწყლის გარდა არაფერი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა მაშინ იმ ინცენტივებსაც, იმ რაღაც ვაუჩერების, ნუ არა, გახსენება არ მინდა, მართლა რამხელა რაღაც გავიარე და აღარ ვლაპარაკობ ჩემი რეზიდენტურის პერიოდზე, ეს იყო პირველი რეზიდენტურა საქართველოში 96-99 წლებში, სადაც არაფერი არ არსებობდა. სრული კოლაფსი იყო და იმ ნავთქურაზე და იმაზე რომ თვებოდით ნახევარჯერ შუქი არ იყო და რითი მკურნავთ, რაც კი რამე ხელში მოგვხვდებოდა, ვაკეთებდით, ოღონდ კი პაციენტი რაღაცნაირად გადარჩენილიყო და მახსოვს, რომ აი ეს პალატები, სადაც უკვე იწვნენ ძალიან მძიმე პაციენტები, შემოვლის დროს იყო ყველაზე რთული შესასვლელად, არა იმიტომ რომ საერთოდ არ გახსენდებოდა, რომ შეიძლება გადაგედოს და შენს დასნებამდე. იმიტომ რომ გთხოვდა, რომ ახლოს საწოლზე ჩამოჯდომოდი და ასე შემდეგ, სხვანაირად ვერ გენდობოდა. არამედ იმიტომ რომ უსუსური იყავი. იცოდი რომ არ გქონდა ხელში ის პრეპარატი, რომელიც მას მოარჩენდა და აი კვლევების მნიშვნელობა მინდა ამ თვალსაზრისით დღეს ხაზი გაუსვათ, რა სარგებელი მოიტანა, ესე იგი ამ ადამიანების ჩართვა ისეთ კვლევებში, რომელმაც ფაქტობრივად ახალი მკურნალობის ახალი მეთოდები დადო. აი ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ გავახმოვანოთ, რომ შევადაროთ მოკლედ იმ პერიოდს და ამ პერიოდს ციკლებით მაიკო კარგი მომენტი თქვით ახლა, რომელიც ყველა ფიზიატრისთვის ვინც ეგ პერიოდი გაიარა, ეს იყო უმძიმესი, ნამდვილად სასჯელი და როდესაც პაციენტი შემოგცქერის გენდობა და შენ არ გაქვს ხელში ესეთი სამკურნალო საშუალება, რომლითაც შეგიძლია მას სარგებელი მიცე. ეს ურთულესი არის ექიმისთვის მორალურადაც ძალიან ძნელი გადასატანი, ან პრაქტიკულად ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ პალიატიური დახმარების გაწევა აღარ შეგვეძლო. 2008 წლიდან როგორც გითხარით კი მდგომარეობა შეიცვალა და გარკვეულის ჰქონდა, თუმცა არასრულყოფილად გარკვეულ მედიკამენტებზე, როდესაც იყო გამძლეობა, ხანაც ვახსენე დორქინოლონები და იგივე საინექციო მედიკამენტები. პრაქტიკულად უძლური ვიყავით, რაღაცა შემანარჩუნებელი მკურნალობა ხელგვეცემოდა. ახლა გიორგი რა პერიოდსაც ყვება, რომ იმ პერიოდში გახდა ავად, როდესაც ბეტაქილინი უკვე ახალი მედიკამენტი იყო და
არ ქონდა ყველა ისეთი გავლილი მზრუნველობითი თერაპიის ფარგლებში, როგორც კი თავიდან შემოვიდა და მაშინაც ასე ხელმოწერით ადასტურებდნენ პაციენტები მის მიღებას. კი ამ ახალმა მედიკამენტებმა სრულად ასე ვთქვათ ხერხემალში გადატეხა რეზისტენტული ტუბერკულოზი. ნამდვილად რევოლუციური ცვლილებები დაიწყო ბედაკლინის ამ კვლევებში ჩართულობამ არა მარტო ამ პაციენტებისთვის დადო შედეგი, არამედ ამ მტკიცებულებებმა განაპირობა ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომა, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ან რატიფიცირება გაუწია იმ ახალ გაიდლაინებს და პროტოკოლებს, ხო? ასეა ეს, იმიტომ რომ ამის გარეშე ხო დაფინანსება არ არის. აი ეს მინდა რომ გადავაბათ ერთმანეთს, ანუ და ის უბრალოდ იმან რომ დიახ. ეხლა რა კვლევებიც გითხარით, ანუ ეს ახალ სამკურნალო საშუალებებმა მოახდინა ძალიან სერიოზული და ძალიან სერიოზული განკურნების მაჩვენებლები, ასევე კლინიკური კვლევებით შემუშავდა ხანმოკლე და ეფექტური რეჟიმები, რომლებმაც ასევე ხარჯებიც მკურნალობის გარკვეულად შეამცირა. და ეს აისახა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოშვებულ გაიდლაინებში და ეს აისახა ეროვნული პროგრამების გაიდლაინებში. მინდა ასევე სიამაყით აღნიშნო, რომ ჩვენი ეროვნული პროგრამა უსწრაფესად ახდენს ყოველგვარი სიახლის თანერგვას პროგრამულად და სამინისტრო ამტკიცებს სამკურნალო ასევე დიაგნოსტიკური საშუალებების უახლოეს თანერგვას, რაც აისახება კიდეც შედეგებზე, იცით როგორი დადებითი ეპიდემიოლოგიური კი, რა თქმა უნდა, და აი ეს სტატისტიკა ძალიან საინტერესოა. ეხან თქვი, რომ 34 პაციენტი იყო ჩართული კლინიკურ კვლევაში და სიხარულით მინდა ვთქვა, რომ 34 ეს პაციენტი იყო პირველი 2017 წელს დაიწყო ეს კლინიკური კვლევა, როდესაც 18 თვიან მკურნალობაზე ხანმოკლეს მაშინ ვერავის ვერ შეთავაზებდით და მათ მიიღეს სარგებელი ხანმოკლე 6 თვეში განიკურნენ უმძიმესი ფორმის ტუბერკულოზისგან, ანუ ფტორქინულონზე ქანწული ტუბერკულოზისგან და დღემდე არც ერთ პაციენტთან არ აღნიშნულა რეციდივი და ყველანი ჯანმრთელები არიან. ანუ აქ დაიდო ისეთი შედეგი, როგორც არის იმ წუთას განკურნება და შემდგომი პრევენცია, რაც მთავარია. მისი რეაქცია. საზოგადოებისთვის კიდევ ის რომ იცით ყოველივე მორჩენილი და განკურნებული შემთხვევა ეს არის გაწყვეტილი ჯაჭვი ინფექციის გადადების. რა თქმა უნდა და ეს ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა ცალკეა და კიდევ მე ვფიქრობ საინტერესო ის რომ ადრინდელი მკურნალობის მერე მე რაც ფიბროზები მინახავს და ტუბერკულოზი აღარ ქონდა და ვერ სუნთქავდა ადამიანი და ხველით ირჩობოდა, იმიტომ რომ საშინელი ჩვენ მაშინ ფილტვის ციროს ვეძახდით ამას, ხო? აი ეხლა მე ვფიქრობ ამ მედიკამენტებმა ესეც მოიტანა, რომ უფრო ნაკლებია ნარჩენი მოვლენები რეზიდუალური. ხო, იცით რა, კი, დროული გამოვლენაც რაზე ლაპარაკი ახალი სადიაგნოზო საშუალებებიც არის და სწრაფი დიაგნოსტიკა ხდება და გამოვლენა ტუბერკულოზის უფრო მალე ხდება და როდესაც მას ადეკვატური მკურნალობა უსწრაფესად დაენიშნება, შესაბამისად არა მარტო ბაქტერიოლოგიური განკურნება, არამედ მორფოლოგიური ცვლილებებიც მიჰყვება მას. თუმცა აღნიშნავ, რომ მაინც არის გვიანი გამოვლენის შემთხვევები. ანუ ახალ სამკურნალო მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო რეჟიმების შემოფასებელი კლინიკური კვლევების სპონსორის მიერ არის დაგეგმილი კვლევების წარმოების ისეთი უმაღლესი მეთოდოლოგიით, როგორიც არის მულტიცენტრული, რანდომიზებული კვლევები და ამ კვლევების შედეგები არის უტყუარი წმუნებულება და უტყუარი ციფრები, რომელიც მაშინვე გადადის და ასახვას პოულობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში და სწორედ ეს არის ჯაჭვი კლინიკური კვლევების შედეგად დადებული შედეგები,
არის გაიდლაინების საფუძველი და გაიდლაინები უკვე არის ეროვნული პროგრამების სახელმძღვანელო და როგორც უკვე ლალიმ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება ჩვენს ეროვნულ პროგრამას, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოშვებული გაიდლაინი უსწრაფესად დაინერგოს ჩვენი პროგრამის ფარგლებში. წეგანაც ამიტომ ინერგება ესე ადვილი ხო არა მარტო ცენტრმა დაანერგოს ამ პროგრამამ დაანერგოს. ანუ დაანერგოს ჭირდება გარკვეული რესურსი. რა თქმა უნდა. ანუ სამინისტრო ამ როგორც ვიცით ეროვნულ გაიდლაინს და პროტოკოლს ამტკიცებს სამინისტრო. ანუ უსწრაფესად ხდება მათი განხილვა, დამტკიცება და თუ მტკიცდება, მერე უკვე სახელმწიფო პროგრამა ფინანსდება, ხო? იმისთვის რომ ეს რეჟიმები განხორციელდეს რეალობაში. შესაბამისად სახელმწიფო იმაზეც არის მზად, რომ აი ამ გაიდლაინით მოწოდებული მედიკამენტები, თუნდაც უსაფრთხოების ტესტები და აი ამ სტანდარტში ესე ვთქვათ, შემავალი ყველა პროცედურები შეისყიდოს, დაგეგმოს და შეიტანოს ისევ სახელმწიფო პროგრამაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და რაღაც გარკვეული ჯაჭვით უკვე შეიკრა იმასთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენებას თვითონ სამედიცინო პერსონალის განვითარებისათვის, დარგის განვითარების, ზოგადად ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის ქვეყანაში ერთის მხრივ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტების ჯანმრთელობისათვის. და ვიდრე ჩვენს გადაცემას დღეს დავხურავდეთ, რომელიც მიეწუნა ნამდვილად ტუბერკულოზის მაგალითზე ზოგადად კლინიკური კვლევების მნიშვნელობას და ვისურვებდით, რომ მიმდინარე კვლევებმა რაც შეიძლება მალე ეფექტური ვაქცინა დადოს, რომ ყვავილივით მოხდეს რაღაცნაირად სრული ელიმინაცია, სრული გაქრობა და აღიგავოს ნამდვილად პირისაგან მიწისა. მე მინდა მაინც გიორგის მივცე ბოლო სიტყვა და ვინაიდან ქები არის ის მართლაც ორგანიზაცია ძალიან კარგი მოდელი, რომელიც სწორედ ტუბერკულოზის სფეროში შეიქმნა და სხვა შორის ახლა ონკოლოგიის სფეროშიც ვცდილობთ იგივე დავგეგმოთ, იმიტომ რომ გაამართლა ამან. მინდა შევაჯამოთ ესე რა, ძირითადი უახლოესი გეგმები აქვს ქებს მომავალში, როგორი ინფრასტრუქტურის ან ქსელის შექმნას ცდილობს და რამდენად შეიძლება კონკრეტული კვლევისთვის შექმნილი ქები გახდეს, ასე ვთქვათ, ზოგადად კლინიკური კვლევების ხელშემწყობი ორგანიზაცია. ჩვენ გეგმავთ ისე იგივე მიმართულებით გაგრძელებას და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენაირი ადამიანებით შევსება, ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც ან ახლა მკურნალობენ, ან წარსულში იმკურნალეს და ვფიქრობთ, რომ რაც მეტი ვიქნებით, მით მეტ ადამიანს მივაწოდებთ სწორ ინფორმაციას, თუნდაც კვლევების მნიშვნელობაზე, თუნდაც თვითონ ამ დაავადებაზე და მკურნალობის გამოსავალზე. უწევთ ალბათ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც. ერთი მინდა დავამატო, რომ სამოქალაქო სექტორის საზოგადოების ჩართულობა კლინიკურ კვლევებში არის უმნიშვნელოვანესი და ეს უნდა ხდებოდეს როგორც კვლევის დასაწყის ეტაპზე დაგეგმარების, ასევე მისი მუდმივი პროცესის პერიოდში და ასევე უმნიშვნელოვანესია, როდესაც კვლევა დებს შედეგებს საზოგადოებასთან ხიდი უნდა იყოს ზუსტად ქები, რომელიც ამ პოპულაციას მისთვის გასაგებ ენაზე მიაწვდის კლინიკური კვლევის შედეგებს. რა თქმა უნდა, ეს არის მათი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ამით ხდება აი ამ ახალი მედიკამენტების დისემინაცია, ხო, აი ამ შედეგთან. და ხდება აი ამ კვლევის თუ მედიკამენტის თუ ნებისმიერი აი ამ შედეგის საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად აღქმა და საბოლოო ჯამში თუნდაც სტიგმის დაძლევისთვის, შემცირებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შენიშვნა იყო, მაიკ, უბრალოდ მე რატო ვკითხეთ გიორგის, აი ძალიან საინტერესო არის ის, რომ კვლევა ზუსტად დამთავრდა თქვენ რაც ბრძანეთ, ხო? აი მაგალითად ახლა მიმდინარე ერთ-ერთი კვლევის დასრულების მიუხედავად თქვენ მაინც ჩართული რჩებით გარკვეული პერიოდი, ეგრეთ წოდებული მიდევნების follow-ups რო ეძახით აი ამ ფაზაში. რატომ გაგრძელდა ამ ფაზაშიც თქვენი კვლევა ხო დასრულდა, პაციენტები განიკურნენ. აი მაინც აგრძელებთ თქვენ მათთან მუშაობას, მაინც რჩებით ამ მიდევნების ფაზაში. ესე იგი მიზანი მაინც არის ის, რომ ბოლომდე იყოთ ამ პაციენტების გვერდით. ჩვენ ისევ ვაგრძელებთ პაციენტების მხარდაჭერას,
იმიტომ რომ კი მართალია დასრულდა კვლევაში მათი მონაწილეობა, შეიძლება დასრულდა მკურნალობაც, მაგრამ ამ დროს საჭიროა ხანგრძლივი მონიტორინგი, იმიტომ რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტები უნდა მივიდნენ ისევ კლინიკაში სამჯერ, ხო არ შეცვლილა რამე მონიტორინგის კვლევებისთვის, რომ ინახოს ნარჩენი მოვლენები, თქვათ, როგორია მათი მდგომარეობა და ის რომ დღეს ამ მომენტში პაციენტი შეიძლება აღარ იღებდეს წამას, არ ნიშნავს, რომ всё, ყველაფერი დაამთავრა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ისევ აგრძელებს ვიზიტს, ჩვენც ისევ აგრძელებთ მათ კონტროლისთვის მონაცემების, კი ბატონო, მონიტორინგის კვლევებისთვის და რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვფიქრობთ თუ არა გაფართოვებას თვითონ ეს ქები, ჩვენ აბსოლუტურად ყველა ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება ეს მოდელი დანერგილი იყოს ყველა დაავადებაში და ყველა მიმართულებაში. რას მოგცემს ეს? მოგცემს იმას, რომ მკვეთრად შემცირდება ხარჯები და ის დადებითი გამოსავლები, რაც დღეს მაღალი პროცენტებით თქვა, უფრო მეტად მოიმატებს, იმიტომ რომ ერთია რას აკეთებს ექიმი თავისი გამოცდილებით და მეორეა რას გეუბნება ადამიანი თავის გამოცდილებით, რომელმაც ეს გზა გაიარა და თანხმდებით რომ ტუბერკულოზის მკურნალობა ძალიან რთული პროცესია, ხო, ასევე არის ყველა სხვა დაავადებების ონკოლოგიაში დავუშვათ ქრონიკული დაავადებები, გეთანხმები გიორგი. და თუ დაინერგება ეს მოდელი, რომ პაციენტებიც ჩართული იქნებიან სხვა ადამიანების მკურნალობაში, ეს ძალიან სასარგებლო იქნება როგორც მოქმედი, ასევე მომავალი პაციენტებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან კარგი წინადადება და შეთავაზება ვფიქრობ სხვა პაციენტთა კავშირებისთვისაც, იმიტომ რომ დარგობრივად არსებობს სხვადასხვა პაციენტთა ბუნებრივია საზოგადოებები, გაერთიანებები და თუ მათ ბაზაზე, ანუ უკვე შექმნილი ასოციაციების, საზოგადოებების ბაზაზე, კავშირების ბაზაზე გაჩნდება ეგრეთ წოდებული მრჩეველთა საბჭოები და ისინი იქნებიან აქტიურად ჩართულები როგორც ხიდი, ასე ვთქვათ, მკვლევარებსა და პაციენტებს შორის, ვფიქრობ, ნამდვილად იგივე შედეგები დაიდება იმ დარგებშიც მედიცინის, რომელიც დაიდო დღეს ტუბერკულოზის სფეროში და მკვეთრად არის შემცირებული ახალი შემთხვევების რიცხვი. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ხვედრითი წილია რეზისტენტულის გავლილი გაზრდილი, რაც თვითონ ამ მიკობაქტერიის ბუნებით არის განპირობებული და ვინაიდან ასე ვთქვათ, კვლევები გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს რეზისტენტობაც მალე დაიძლება, ან ყოველ შემთხვევაში თვითონ ტუბერკულოზის განვითარება შემცირდება და მერე შეწყდება სწორედ საიმედოა ჩვენთვის, მაგრამ ჯერ შორეული მე მგონი პერსპექტივაა, მაგრამ მაინც გეგმა არის ტუბერკულოზის ვაქცინის გამოგონებისა და დანერგვის შემდეგ შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, როგორც მაიკომ დაიწყო, ისევ მით რომ დავასრულოთ, რომ სლოგანი დავასრულოთ ტუბერკულოზი იქცევა რეალობად. და აი სტუდიაში შემოგვერდნენ ახალგაზრდა მკვლევარები, ნინო მაგრაძე, ბაზელის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ანა წუწუნავა ფოგარტის სტიპენდიატი, რომლებიც არიან ფაქტობრივად აი ამ კვლევითი პროექტების მონაწილეები და ძალიან აქტიური მონაწილეები. ამასთან აქ საკმაოდ წარმატებული უკვე ნაბიჯები გადადგმული, რაზეც თვითონ გვესაუბრებიან. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევისთვის. ნამდვილად გეთანხმებით, საკითხი მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე პირველ ნაწილში ჩვენი გადაცემის მოვახსენეთ ჩვენს მაყურებელს, რომ არასწორია ქართული მედია არ აშუქებდეს იმ წარმატებებს, რომელიც აქვს ქართულ მეცნიერებას და მით უმეტეს ახალგაზრდა მკვლევარებს და ძალიან საამაყოა, რომ გაგანია ახალ წლებზე, ხო, ეგრეთ წოდებულმა The New England ჟურნალმა, რომელიც არის სამედიცინო ჟურნალი ინგლისის, ერთ-ერთი წამყვანი და საკმაოდ პრესტიჟული და ეგრეთ წოდებული მაღალ, ასე ვთქვათ, ხარისხიანი, როგორც ჩვენ ვეძახით, high impact-ის მქონე. ნუ Lancet-ზე აღარ არის საუბარი, აი ესეთი დონის ჟურნალებში, როდესაც იბაჭდება სტატიები ქართველი მკვლევარების მონაწილეობით და მე მინდა პირველ რიგში თქვენ გთხოვოთ გვესაუბროთ აი ამ პირველ სტატიაზე, რომელიც ეხებოდა სწორედ ახალი წამლების მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის შტამების გავრცელებას საქართველოში და რომელიც ძალიან საინტერესოა იმითი, რომ ძალიან ბევრი მკვლევარი იყო საქართველოდან, ხო, თქვენ ახალგაზრდები, პლუს კახამჭედლიშვილი, ასევე ქალბატონი ნესტან ტუკვაძე, რომელიც ახლა მოღვაწეობს როგორც უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ისევ ბაზელის უნივერსიტეტში და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტში, ასევე ქალბატონი მაია ყიფიანი, რომელიც იყო ჩვენი
პირველი ნაწილის სტუმარი და სწორედ ჩვენი ტუბერკულოზის ცენტრის სამეცნიერო დეპარტამენტის თანახმწვანელი და ეს ნუ ბატონი ზაზა ავალიანი თავისთავად ცხადია და აი ეს გუნდი უკვე ნიშნავს იმას, რომ გამოცდილი მკვლევარები და ახალგაზრდა მკვლევარები მუშაობთ ერთად. მოდით საუბარიც ესე გავაგრძელოთ. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთ პრესტიჟულ ჟურნალში თქვენი თანაავტორობით რო იბეჭდება სტატია და რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ამაზე უნდა იცოდეს ყველა და რას ნიშნავს თქვენთვის თანამშრომლობა ესეთ სერიოზულ უკვე გამოცდილ მკვლევარებთან, როგორც ქართველებთან, ასევე თავისთავად ცხადია მცხოვრებთან. ნინო, თქვენ ხართ თანაავტორი ამ სტატიის და თქვენგან დავიწყოთ. ეს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ამ წლის იანვარში, იყო ერთგვარი გვირგვინი დიდი კოლაბორაციის და საკმაოდ ხანგრძლივი კვლევის, რომელიც ხორციელდებოდა ტუბერკულოზსა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და შვეიცარიის ტროპიკულ ინსტიტუტს შორის. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დაახლოებით 10 წელზე მეტ ხანს და ვითარდება როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ასევე იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გვიგროვდება ძალიან დიდი ექსპერტების ტუბერკულოზის სფეროში მართან თანამშრომლობით. სტატია ეხება უშუალოდ მიკობაქტერია ტუბერკულოზის რეზისტენტული შტამების გავრცელებას და განსაკუთრებით ეხება ახალი წამლების მიმართ მდგრადობას. საქართველო იყო ერთ-ერთი პიონერი ქვეყანა ახალი მედიკამენტების დანერგვაში და საკმაოდ გაიზარდა მოკლებადი ამ კურნალობაზე ვსაუბრობთ, განუმარტოთ. რა თქმა უნდა, ეს არის წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი რეჟიმი მკურნალობის, რომელიც მოიცავს ამ ახალ წამლებს და სამწუხაროდ ჩვენივე სტატიაში დავაფიქსირეთ, რომ 27-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რეზისტენტობა ამ ახალი მედიკამენტების მიმართ უკვე დაფიქსირებულია, რაც sakmot სამწუხარო მოვლენა და შემთხვევაა. ასეთი ძლიერია ტუბერკულოზის მიკობაქტერია. გაჩნდება ახალი მკურნალობა და მაშინვე ჩნდება რეზისტენტი. რა თქმა უნდა, ეს ბაქტერიის ბუნებაა, თავის მხრივ ეს ბიოლოგია უბრალოდ. და რაც შეეხება ამ კოლაბორაციას, ამ 10 წლის განმავლობაში არა მარტო ამ New England Journal of Medicine-ში გამოაქვეყნა სტატია, არამედ სხვა მრავალ high impact ფაქტორიან ჟურნალებში, როგორიცაა Nature Medicine, Lancet და ასე შემდეგ. ძირითადად მუშაობ და ფოკუსირდებით რეზისტენტულ ტუბერკულოზზე, მის ასე ვთქვათ, ბაქტერიული მხრიდან სხვადასხვა ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს წარმატებული შტამების წარმოქმნას და მათ გავრცელებას. და ამ კვლევის ფარგლებში აგრეთვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შევქმენით ძალიან დიდი ბიობანკი, რომელიც მოიცავს მიკობაქტერია ტუბერკულოზის იზოლატებს, რომელიც შენახულია -80 გრადუსზე და იგი, ასე ვთქვათ, წარმოადგენს ძალიან დიდ საგანძურს მომავალი კვლევებისთვის, განსაკუთრებით სხვა ახალგაზრდები, რომლებიც შემოგვიერთდებიან ალბათ სამეცნიერო დეპარტამენტში, ეს არის, ასე ვთქვათ, ზღვა მასალა, რომელიც აუცილებელია, რომ გამოკვლეული იქნას. და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც ადრე, როდესაც აი 90-იან წლების განსაკუთრებით კოლაფსის მერე, რის გამოც ძალიან რთული იყო საქართველოში სერიოზული მეცნიერება, განვითარებული იყო სერიოზული კვლევები, იმიტომ რომ აი ეს ინფრასტრუქტურა ერთი, აი ესეთი აპარატურა მოწყობილობა, თუნდაც -80 გრადუსიანი მაცივრები და აღარ ვსაუბრობთ უკვე სხვა კვლევის აპარატურაზე და თვითონ სტაფზე ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, თანამშრომლებზე, რომლებიც უნდა როგორც მკვლევარები განსაკუთრებული მომზადების და განსაკუთრებული სწავლების შემდეგ შეუდგნენ ასეთ საქმიანობას, ამის ნაკლებობა ნამდვილად იყო. და ახალგაზრდებიც დიდად არ მიდიოდნენ ტუბერკულოზის სფეროში. აი ხა მე მინდა ამიტომ ანას ვკითხო, რომელიც ახლა გახდა არის უფრო სწორედ ფოგარტის სტიპენდიანტი და მეც ვიყავი ფოგარტის სტიპენდიანტი და მაქვს ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება და ვიტყოდი სრულიად განსხვავებული და ახალი ცოდნა მას მერე მიღებული. არ ვიყავი მე მაშინ პატარა, თქვენსავით ახალგაზრდა გაცილებით უფრო ესეთ ასაკში მოხდა, ნუ ესე დაემთხვა ჩვენ პერიოდში, ჩემს ახალგაზრდობაში საერთოდ წარმოუდგენელი იყო მსგავსი ტიპის პარტნიორობები და ჩვენ ცოტა გვიან მოგვიწია და სწორედ ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება, რომ არა აქვს მნიშვნელობა
თუნდაც იმ შუახნის ასაკში, როდესაც ჩვენ გეძლევა საშუალება სწავლა მართლა იბერემდია, ისწავლო რაღაცა ახალი და განვითარდა, ეს ძალიან დიდი ბედნიერება. მაგრამ წარმომიდგენია რა იქნებოდა ეს მე რო 23 და 24 წლის ასაკში მქონოდა ამის საშუალება. ანა, მე მინდა თქვენ გკითხოთ ახლა, რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც გაქვთ ასეთი შესაძლებლობა და როგორ აპირებთ ამის გამოყენებას მომავალში? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მინდა როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენს ცენტრში არაერთი სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც არამხოლოდ ნაციონალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის არის უკვე თქვენს მიერ აღნიშნული ფოგარტის პროექტი, რომელიც ჩვენი ცენტრი კოლაბორაციულად აწარმოებს ემორის უნივერსიტეტთან ერთად და სხვა ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად მაქვს პატივი, რომ მეც ვიყო ერთ-ერთი სტიპენდიანტი. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა არის ჩვენთვის, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვან უნარებს ვიღებთ და ვსწავლობთ. მაგალითად, კვლევის განხორციელების თითოეულ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინტენსიური ჩართულობა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მენტორებისგან. მინდა აღვნიშნო, რომ ნინო, რომელიც ასევე ყოფილი ფოგარტის მონაწილეა, დღეს მე მიწევს უკვე მენტორობას და გავიარეთ არაერთი მნიშვნელოვანი ონლაინ დისტანციური კურსი, რომელიც ჩვენთვის როგორც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის დიდი შესაძლებლობაა დიზაინში, ბიოსტატისტიკაში და ასეთ საკითხებში ალბათ, ხო? და ეს ჩემი კვლევის შედეგები წარვადგინე წელს იუნიონ კონფერენციაზე, რომელიც მოგეხსენებათ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა სფეროში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და როგორც აღინიშნა უკვე ნინამაც აღნიშნა რეზისტენტობა დიდ პრობლემას წარმოადგენს და ჩემი კვლევაც სწორედ ახალი წამლებისადმი რეზისტენტობას და ამ რეზისტენტობის გამომწვევი გენებში მუტაციებს ეხება და ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, რომ მომეცა და ჩემი მენტორების პირველ რიგში, რომ ესეთ თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ ჩვენ ახალგაზრდა. რა თქმა უნდა და მე მინდა ვთქვა, რომ ახლა რო გისმენთ, ვფიქრობ, რომ ხელა საქმე კეთდება ქვეყნისთვისაც. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობ დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, რომელიც ვალდებულია სახელმწიფოში შეისწავლოს ეპიდემიოლოგია სხვადასხვა დაავადებების გადამდების თუ არა გადამდების, ამ შემთხვევაში ტუბერკულოზთან მიმართებაში ფაქტობრივად მზამზარეულ მასალას იღებს, იმიტომ რომ თქვენგან მიდის ინფორმაცია ზოგადად ტუბერკულოზის გავრცელების მისი სხვადასხვა ფორმების და არა მარტო ამის შესახებ, არამედ სწორედ რეზისტენტული ახალი წამლების მიერ რეზისტენტული შტამების და ასევე იმ მუტაციების შესახებ, რომელიც ფაქტობრივად პრედიქტორი ხდება იმისა, რომ ეს იქნება რეზისტენტული რაღაც შეიძლება ამ დროს ამ კურნალობაში შევიტანოთ მაშინ გარკვეული ცვლილებები. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ ეს არ არის კვლევა კვლევისთვის. ეს არის ის კვლევა, თავისთავად ესეთი კვლევებიც აუცილებელია, რომ უბრალოდ მეცნიერება და ცოდნა განვითარდეს, მაგრამ მე როგორც თქვენი აი ამ მონათხრობიდან შევიტყე, გამოდის, რომ ეს გამოყენებითი კვლევებიც არის, იმიტომ რომ შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკისთვისაც გამოიყენოს ზოგადად სახელმწიფომ და გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კურნალობის სქემები მოვარგოთ სწორედ მუტაციებს. ანუ მივდივართ პერსონალიზებული, პერსონიფიცირებული, მოდი ესე ვთქვათ, მედიცინის ელემენტებისკენ, რომელიც თითქოს და სტანდარტულ სქემებში და გადამდებარე დაავადებებში ნაკლებად უნდა იყოს მოსალოდნელი, იმიტომ რომ ეპიდემიოლოგიას როცა ეხება და გავრცელება დაავადებებს, იქ უფრო მკაცრი და სტანდარტულია ხოლმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ამის საშუალებას, ამ მოქნილობას იძლევა. ხომ არა გაქვთ ამის გამოცდილება უკვე, რომ გარკვეულმა კვლევებმა დადო კონკრეტულ პაციენტთან დაკავშირებით, დადო გარკვეული შედეგი და ეს გამოიყენა ექიმმა პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა და ჩვენი სამეცნიერო დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობით იყო ერთ-ერთი კვლევა, რომელიც დასრულდა 2023 წელს, ეს იყო საკმაოდ მასშტაბური კვლევა. ეხებოდა სეკვენირების სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მიკობაქტერია ტუბერკულოზის გენომის ანალიზს და სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით შემდგომ შემუშავდა და ჯანდაცვაფლი ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია ერთ-ერთი სეკვენირების ერთ-ერთი მეთოდოლოგიის დანერგვა უშუალოდ დიაგნოსტიკაში. დღესდღეობით პრობლემა მიკობაქტერია ტუბერკულოზის და ტუბერკულოზის დაავადებასა და მკურნალობაში ეს არის დროული დიაგნოსტიკა რეზისტენტულობის, განსაკუთრებით ახალი მედიკამენტების მიმართ.
და თანამედროვე დიაგნოსტიკური ტესტები, განსაკუთრებით სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები, რომლებიც ეფუძნება უშუალოდ მოლეკულურ მეთოდებს, არ მოიცავს ახალ მედიკამენტებს. შესაბამისად, ექიმისთვის ძალიან რთულია განსაზღვროს დანიშნოს ეს ახალი სქემა თუ არა, ხო? იმის და მიუხედავად, რომ პასუხს ვერ მიიღებს პაციენტი არის რეზისტენტული თუ არა, განსაკუთრებით ეს სწრაფად უნდა მოხდეს. მესმის. რადგანაც კულტურალური კვლევა საკმაოდ ხანგრძლივია და სანამ პასუხს მიიღებს ექიმი, ძალიან დიდი დრო გადის თვეობით პერიოდი. ამიტომ ეს კვლევები ზუსტად ემსახურება იმას, რომ მოხდეს ზუსტი იდენტიფიცირება იმ ლოკუსების, იმ გენების, რომლებიც მონაწილეობენ ახალი მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარებაში და შემდგომ აი ამ მუტაციების, ამ ვარიანტების გამოყენებით შეიქმნას მოლეკულური ტესტი, რომელიც მოახდენს სწრაფ დიაგნოსტიკას და რეზისტენტობის განსაზღვრას. აი ეს არის უკვე პრაქტიკაში გამოყენება ამ ეს არის უშუალოდ პრაქტიკული დანერგვა იმ კვლევების და აქ გვიჩნდება ჩვენ ზუსტად ის ცირედ სიამაყის შეგრძნება, რომ ამაში ჩვენი წვლილიც არის და ჩვენს გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ცირე კი არა, მე ვფიქრობ ძალიან საამაყოა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არამატო თქვენთვის პიროვნულად, არამედ ინსტიტუტისთვისაც, გულისხმობ ტუბერკულოზის ცენტრს და ასევე იმ ინსტიტუციებს, რომლის სტიპენდიანტები თუ დოქტორანტები და ასე შემდეგ თქვენ ხართ წარმომადგენლები, მაგრამ ასევე ეს არის ძალიან საამაყო ქვეყნისთვის ზოგადად. მე მინდა ახლა გკითხოთ ანა თქვენც იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში, როგორც ფოგარტის სტიპენდიანტს და აი ეს მიმღებლობა რა ძალიან მომეწონა, ანუ თქვენ როცა ამთავრებთ, შეგიძლიათ გახდეთ მენტორები მომავლის. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ქსელური პრინციპი შეიძლება განსწავლის დაინერგოს და როგორ გესახებათ. არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე უკვე დამოუკიდებლად უცხოელი პარტნიორების ძალიან დიდი წილით ჩარევის გარეშეც შესაძლებელი გახდეს, რომ შეიქმნას სამეცნიერო კვლევებში კარგად განსწავლული და კარგად ასე ვთქვათ ტრენირებული სამედიცინო პერსონალის გარკვეული ბაზა, მოდი ესე ვთქვათ. თორემ ინფრასტრუქტურა და ასე ვთქვათ მეთოდები პრინციპში გვაქვს უკვე. პირველ რიგში ფოგარტის პროექტის დამთავრების შემდეგ უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენი როგორც მე ასევე სხვა სტიპენდიანტებმა ჩვენი მიღებული შედეგები მაღალი ფაქტორიალის ჟურნალებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კვლევაში მიღებული შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ WHO-მ გამოცა მუტაციების კატალოგი, რომელიც აგროვებს, ასე ვთქვათ, ცოდნას ამ რეზისტენტობის გამომწვევ მუტაციებზე და რა თქმა უნდა, ახალი ინფორმაცია სავარაუდოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ დონის ცოდნას ვიღებთ მენტორებისგან, რომ რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ უფრო და უფრო განვითარდეთ როგორც მეცნიერები და ვფიქრობ, მეც PhD-ს გაკეთება სამომავლოდ ასევე ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან. მესმის ძალიან კარგია ეს, ანუ აი ამ სტადიის გავლა გეხმარებათ უფრო ადვილად გააკეთოთ, რა თქმა უნდა, მე სადისერტაციო ნაშრომი, ამასთან ეს ნაშრომი შეგიძლიათ გააკეთოთ არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, ისევე როგორც ახლა ამას ნინო აკეთებს ბაზელის უნივერსიტეტის ბაზაზე და სანამ დავასრულებთ ჩვენს საუბარს, უბრალოდ მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება აი ამ არსებული მოდელის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენთანაც შესაძლებელი გახდეს, ჯერ შეიძლება ესეთი ორმაგი, ანუ როდესაც ხელმძღვანელი იქნება მეორე მხარესაც და აქეთაც და შემდგომ უკვე მთლიანად ეს იყოს ქართული მხარისთვის, ასე ვთქვათ, ასაწევი ტვირთი. რა გვაკლია იმისთვის, რომ დავუშვათ უცხოელი პარტნიორის გარეშეც შესაძლებელი იყოს ამ დონის კვლევების დაგეგმვა და ჩატარება, იმიტომ რომ ხა ჩვენ მედიდეაში ვარ და მე მაინტერესებს, რომ გაჩნდეს იდეა. ქართულ ახალგაზრდა მკვლევარს ან ძველგაზრდას არა აქვს მნიშვნელობა ექიმს გაუჩნდეს გარკვეული იდეა. ჩატარდეს გარკვეული კვლევა. რამდენად იქნება შესაძლებელი ან რა შეუშლის ხელს იმას, რომ ეს კვლევა მთლიანად თავიდან ბოლომდე დაიგეგმოს, დაინერგოს, ჩატარდეს საქართველოში. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ ამაში? პირველად ალბათ მონდომებით იწყება ყველაფერი.
რაც შეეხება გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ჩვენს ბაზაზე საკმაოდ გამოცდილი მეცნიერები არიან. აი, ამიტომ გეკითხებით არა მარტო ახალგაზრდა, არამედ უკვე ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენ გვიწევდნენ მენტორობას. აი, ყავდა ჩვენ პირველ ნახევარში. კი ბატონო. გამოცდილება ნამდვილად ის არის, რაც არ გვაკლია ამ ეტაპზე. ინფრასტრუქტურაც შეგვიძლია არსებული ინფრასტრუქტურით საკმაოდ საინტერესო, თუნდაც ექსპერიმენტალური კვლევები დავგეგმოთ და ჩავატაროთ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ფონდები, მე როგორც საქართველოში არსებული ფონდები, რომლებიც გამოყოფენ თანხას. ფინანსურ საკითხზე რა თქმა უნდა, დავდივართ ფინანსურ საკითხზე, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ბევრი კვლევის ჩატარება, თუნდაც რეტროსპექტულად და შედარებით ბიუჯეტურად, აი ესეთი მნიშვნელოვანი კვლევები ნამდვილად საჭიროებენ აპარატურას, სხვადასხვა რეაქტივებს, ანუ დადის მაინც ყველაფერი ფინანსურ საკითხამდე. თუ ფინანსური საკითხიც უზრუნველყოფილი გვექნება, ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება. ნინო, მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, როცა სხვას ვეკითხებით ხოლმე, ზოგჯერ საუბარია იმაზე, რომ კიდე არსებობს, მაგრამ იქ ინფრასტრუქტურა არ არის, თანამედროვე კვლევის, ასე ვთქვათ, მეთოდების ცოდნა აკლია, იქ გადამზადება, ანუ ბევრი სხვა ფაქტორია კიდევ ფინანსურის გარდა და თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვთქვით და მე ვფიქრობ, რომ ამითი ჩვენ შეგვიძლია ძალიან იმედიანად დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, იმას ნიშნავს, რომ თუ იქნება დაინტერესება, თუ იქნება კეთილი ნება და იქნება დაფინანსება, აბსოლუტურად არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ იგივე დონის კვლევები დაიგეგმოს და ჩატარდეს ჩვენთან, რაც ტარდება უცხოეთში, ყოველ შემთხვევაში ტუბერკულოზის ცენტრში და ვფიქრობ, რომ ეს მოდელი შეიძლება მერე გაფართოვდეს და აი ამ კარგად მომზადებულმა გუნდმა შეძლოს სხვა მიმართულებებში მედიცინის იგივე მეთოდების დაუშვათ სწავლება და თუ იქნება მერე უკვე კარგი ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა და მომზადებული კადრი, ნუ დაფინანსება იმედია გამოჩნდება სახელმწიფოს კეთილინების ინტერესის და სხვადასხვა ფონდების სახით. და ვიდრე დავასრულებთ, უბრალოდ რახან ამ სტატიების ავტორები იყვნენ თეონა ავალიანიც და კახა მჭედრიც, ვიზამ გულისხმობ ახალგაზრდა გუნდიდან, მინდა რომ ორი სიტყვით ვთქვათ, მათი როლი როგორი იყო ამ კვლევაში, ისინი იგივე ფუნქციას ასრულებდნენ თუ არა და რამდენად არის მნიშვნელოვანი მათთვისაც ასე ვთქვათ, მათი კარიერული მოდი ამ კუთხით შევხედოთ წინსვლისთვის ასეთ სახელიან ჟურნალში სტატიის თანაავტორობა. როგორც აღნიშნეთ, ესაც საკმაოდ მაღალგავლენია ჟურნალში თანაავტორობა, ძალიან დიდი უპირატესობა არა მარტო დოქტორანტის სტუდენტის, არამედ უკვე შემდგარი მეცნიერისთვისაც. კახა და თეონა ასევე არიან ჩვენი პროექტის თანამონაწილეები, მკვლევარები. თეონა ავალიანი წარმოადგენს კოორდინირებს პროექტს, კლინიკურ და ლაბორატორიულ ნაწილს, ასე ვთქვათ, უწევს კოორდინაციას. კახა მუშაობს ასევე ლაბორატორიაში, მეცნიერ თანამშრომელია. ამჟამად იგი არის ასევე ბაზელის უნივერსიტეტის დოქტორანტი. მე დავამთავრე წინა წლის მარტში და ნელ-ნელა უკვე გროვდება ის საკმაოდ ნოყიერი მასა ახალგაზრდა მეცნიერების და მე ვიტყოდი, რომ თავარია ცნობის მოყვარეობა, თავარია მონდომება და მე მგონი, რომ ყველაფერი გამოვა. ძალიან ლამაზად დამამთავრებინეთ ნინო დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა ამისთვის, სწორედ ამის თქმა მინდოდა მეც, რომ უდიდესი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას, საუკეთესო გონების და ნიჭიერების ახალგაზრდები ყავს, მაგრამ როცა ამას დაემატა ის, რომ მოხდა გარკვეული ადამიანების კონკრეტული მიმართულებით განსწავლა, კონცენტრირება, მართლაც ძალიან ნოყიერი ნიადაგი არსებობს თქვენი სახით. შეიძლება ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ თქვენ ხართ ის აქტივი, ცოცხალი ადამიანური რესურსის აქტივი, რომელიც ქვეყანას მეცნიერებას თქვენს დარგს გააჩნია და მე მგონი, როდესაც ასეთი აქტივი არსებობს, ის აუცილებლად უნდა იყოს სწორად, კარგად და სასარგებლოდ გამოყენებული. წარმატებას გისურვებთ პიროვნულად თქვენ, უსურვებ თქვენს ცენტრს წარმატებას და სრულიად ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის მეცნიერება, როგორც არის კვლევა და განვითარება, განათლება და კეთილდღეობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს ჭამთელობას და იმ სამეცნიერო კვლევის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის გამოყენებას თქვენს ცხოვრებაში,
რომელიც აუცილებლად იქნება სწორი დიაგნოზის და ხარისხიანი მკურნალობის გარანტი. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდება.